მერაბ ახალი ამები უნდა თქვა. აბა რა გაინტერესებს? ბევრი რამე მაინტერესებს მერაბიკო. მაგალითად? გოგოები შენზე გიждდებიან. სიმპათიური ხარ და მაგარი და არ ვიცი, ბგეხარ. შენზე როგორ გიждდებიან გოგოები ნეტა ვიცოდი. მართლა გეუბნები. ნუ მაწიწლებ მერაბიკო, შენი რჩევა მინდა და რა გავაკეთე? რა შეგჭირდება რჩევა? ერთი გოგო შემიყვარდა მერაბ. ჩვენიერია? ვინ არის ეს გოგო? საიდუმლოა. როგორ გიყვარს? როგორ ეს მიყვარს? გოგო. სული და გულით. რას გააკეთებ ამ გოგოსთან? ყველაფერს გავაკეთებდი, ყველას ნაჭრად და ოცნებას აუსრულებდი მათლა. შენ უკვე ახლოს არ იმასთან რომ იმ გოგოს გული მოიგო, იმიტომ რომ ხარ უკვე პოზიტიური და ძალიან მხიარული ბიჭი, ამიტომ ეხლა უკვე მეორე ნაბიჯი უნდა გადადგა. მოუწყო სურპრიზები, ლამაზი საღამოები, გულიც დაუნთე. გული გაუკეთო და მიყვა ხარ. ესეც ავიდე, პაემაზე მოიწონება. ჯობია უფრო სოლიდურად ჩაიცვა. სოლიდურად პიჯაკი, საროჩკა. შეყავს ლამაზი მეუღლე. მადლობა. შენ ბრძოლა დაგჭირდა? რისთვის? რომ გიყვარცოლი. ბევრი ვიბრძოლე. იმისთვის რომ ჩემთან ყოფილიყო ჩემი მეუღლე. ანუ მე უნდა ვიბრძოლო. კი. მაგარი ხარ. აბა. მედი მადლობა მე. მერაბი, მაგარი კაცია. ჩემი ძმა კაცია. აი ეგრე. მერაბ ამზოევი. Say no more. I think you'll never understand. I have refused to say the man all my life. Say no more. In my book there can be no blame. When you pretend I have no shame, you'll have right. All alone, you can try to bend me down, turn me into your house now. If I don't fit the bill, all the same, I love you then, I love you still. Oh, to know the truth, I couldn't disavow. And when it got a hold of me, I could not shake it free. There's still a no, it's been hard to me. It's like an old mistress forever chasing me. But say no more. I may not be easy man, but the way you play your hand, I couldn't stand. All alone, you make me feel this useless guilt. Can you look back on what we built? I wonder what you saw in me. Tell wasn't real, wasn't love. You tell me. Wanna know the truth? I couldn't escape. And when it got a hold of me, I could not shake it free. There's still a no, has been hard to me. It's like all mysteries
were chasing me. Do you think of it as a cause of my fall? Never mind, I'm blessed. I'm here at all. Merab Amzoevi. Merab. Bravo, Merab. შენი მენტორი ფეხზე დგას. ილოცავ. ლელა როგორ შეაფასებ მერაბს? ხوارი ადამიანს რაღაცა განსაკუთრებული ყოველთვის აქვს თავის გონებაში, ამ შემთხვევაში მუსიკაზე მაგ და სიმღერაზე. ეს სიმღერა არის ჩემი უსაყვარლესი სიმღერა. ძალიან მაფიქრებს ხოლმე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ჩვენს გონებაში, ჩვენს მეხსიერებაში ავტორის შესრულება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მერაბმა ეს თავისი სათქმელით გადმოსცა, თავისებურად იმღერა. რაღაცა მომენტში მივყავდი, რაღაც მომენტში ისევ რეალობას უბრუნდებოდი. მისი შესრულებაც ესეთი იყო, სწორედ, უცებ წავიდო და უცებ ისევ აქ იყო. არ ვიცი, შეიძლება ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იმდენად დადებით ემოციას იწვევს ეს სიმღერა და რა თქმა უნდა მერაბი როგორც ძალიან კარგი მომღერალი. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი შესრულება. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ ეს მაინც კარგი შესრულება იყო. მადლობა, ლელა. გიორგი, შენ რას ფიქრობ? სამწუხაროდ უნდა დავეთანხმო ლელას, რომ ეს არ იყო სრულყოფილი შესრულება, იმიტომ რომ გარკვეულ ეტაპზე, აი ზუსტად იმ ეტაპზე თან ვიცი, როდესაც მე და ლელა ორივე ერთად გადავწექით უკან სკამზე, აი მაგ მომენტში ზუსტად ცოტა მოვიწყინეთ და ცოტა მოსაბეზრებელი გახდა და რატომ? არა იმიტომ რომ მერაბს არ შეუძლია ეს სიმღერა ბევრად უფრო კარგად შეასრულოს, მას მაინც ყოველთვის აქვს ის რომ თავის ბოლომდე არ ჯერა. მე ვხედავ ამას მის გამომეტყოლებაში და ის ბოლომდე არასდროს არ შედის სიმღერაში, მას შეძლო თავისი არაჩვეულებრივი ხმით ბევრად უფრო დამაჯერებლად შეესრულებინა ის სიმღერა, მაგრამ უნდა ვთქვა, მე ვაფასებ იმას, რომ მერაბმა გარისკა და ასეთი სრულიად განსხვავებული სიმღერა აიღო, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ის როკ სიმღერებს ასრულებს და ამ ჟანრში გრძნობს თავს ძალიან კარგად, კომფორტულად. მე ამას მერაბს ვერ დავუკარგავ, მან გარისკა და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ცუდი შესრულება. უბრალოდ ვინაიდან კონკურსია, ეს უნდა იყოს ძალიან მაგარი შესრულება, მithumetes, როდესაც კონცერტს ხურავ. მე ამ რისკს მერაბს ვფასებ. დიდი მადლობა გიორგის და მენტორს უსმენთ სოფოს, რომელიც ფეხზე იდგა სხვათა შორის. გიორგის დღის წესრიგია დღეს, რომ ყველას რაღაცა ჩარჩოებში ლამაზად უთხრას რაღაც ცუდი. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, ჩემზე იმოქმედა, შეიძლება იმიტომ რომ სხვანაირი მისი ტემბრის სითბო და მისი ხავერდოვანი ხმა ჩაწუდა ჩემს გულს და ამ შესრულებას, ამ სიმღერას ძალიან მოუხდა. თავისებურად რაღაცნაირად განსხვავებული გამოსვლა იყო წინა გამოსვლებიდან და აქ ჩანს, რომ მერაბი არის ძალიან მრავალფეროვანი შემსრულებელი, უდიდესი დიაპაზონით, ყველანაირი შესაძლებლობებით და მას ძალიან კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსვლა ძალიან იმოქმედებდა მაყურებელზე და დაურეკავდა მას.